ის მოგვიყევი რა მან რა ხდება გერმანიაში აი AfD-სთან მიმართულებით ეგ საკითხები გაიგე უკეთ AfD-ზე არის ისეთი ცენზურა რომ AfD-ს პრომოუშენს ვერ იპოვი ვერსად და ანუ პლუს აგზავნული არის გერმანულ მედიაში რომ AfD მიიწვევს სტუმრად და მიუხედავად ამისა მეორე ადგილზე არიან გამოყენებული მე ვიცი TikTok-ში ძალიან მაგარი კამპანია ქართული ოცნების მხარდამჭერები გერმანიის არჩევნებზე ღიად ხომაგობენ პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის, რომელიც აფხაზეთის აღიარებას უჭერს მხარს. მოდით მოვისმინოთ. პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის ოქტომბერში წარადგინა გერმანიის ბუნდესტაგში რეზოლუცია საქართველოს შესახებ, სადაც საუბარი იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისთვის დამოუკიდებლობისაკენ გზის გაკვალვაზე. ისინი ასევე მოითხოვდნენ იმას, რომ შეჩერდეს საქართველოსთან ევროინტეგრაციის პროცესი და ქართველებს ჩამოერთვათ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობის უფლება. არ მალავენ სიმპათიებს ვენესუელასა და კერძოდ მადუროს რეჟიმის მიმართ, რომელმაც აღიარა აფხაზეთი. ყველაზე კარგი სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს და ჩვენი თქვა და ოკუპირებული ტერიტორიები აღიარეს, ყველაზე ერთსეულად ლათინურ ამერიკაში, ჩემთვის იქცევა ვენესუელა და ვენესუელაში ოცნების ფეხბურთელმა ლუკაშენკოს მიულოცა ერთი კაცის არჩევნებში გამარჯვება, რომელიც 2 წლის წინ იმყოფებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და შეხვედრებს მართავდა რუსეთის მარიონეტებთან. ხობახიძე იმყოფებოდა ირანში ჰამას და ჰეზბოლას ლიდერების გვერდიგვერდ, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთს. რუსეთი, ირანი, ჰამასი და ჰეზბოლა მხარს უჭერდნენ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმს, რომელიც დაემხო და რომელმაც აღიარა აფხაზეთი. ქართული ოცნება არ ცდილობს სირიის ახალ მთავრობასთან დაამყაროს კომუნიკაცია და უკან გააწვევიოს აღიარება. გამოდის, რომ ქართული ოცნება მეგობრობს მათთან, ვინც აღიარებს ან აპირებს აფხაზეთის აღიარებას. ამიტომ საჭიროა მოქალაქეების, განსაკუთრებით კი დევნილების ჩართულობა, რომ არავინ გაბედოს მსგავსი ქმედებები და სახელმწიფო ინტერესების ღალატი.